ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი. დავით სონღულაშვილმა მეღვინეობა მევენახეობის დარგის მნიშვნელობაზე, არსებულ ვითარებაზე და პერსპექტივებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების საკითხზეც გაამახვილა. დისკუსიისას აქცენტი სამომავლო დაგეგმილ აქტივობებზეც გაკეთდა. საუბარი შეეხო სიახლესაც, რომლის მიხედვითაც 2025 წლის რთველის დროს მოსავლის აღრიცხვა ელექტრონული სასწორ მეშვეობით მოხდება. შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. როდესაც სასოფლო ბაზარზე ღვინის მოთხოვნა მცირდება, ადეკვატურად იყოს რეაგირებები გაკეთებული ჩვენთან საქართველოში, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო, რომ შევხვდით დარგის წარმომადგენლებს, შესაბამისად გამახვილებული იყო ყურადღება, როგორ შეიძლება რომ მაქსიმალურად ყურადღება მივაქციოთ ხარისხის გაუმჯობესებას, იმიტომ რომ იყოს უფრო მეტად ძლიერად ქართული ღვინო წარმოდგენილი მსოფლიო ბაზარზე, იყოს უფრო მეტად კონკურენტუნარიანი. ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრების დამკვიდრებისთვის აუცილებელი აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე. ისიც მოგვეხსენება, რომ ღვინო იბადება სწორედ ვენახში და ყურძნის ხარისხი ერთიორად მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ღვინოს წარმოადგენთ საერთაშორისო ბაზრებს. ერთად განვიხილოთ ის საკითხები, რაც არის რთულის წარმართოსთან დაკავშირებული. კომუნიკაცია უკვე შედგა და გზაობა არის, რომ მათაც დააყენონ თავის წინადადებები, ჩვენც დავაყენოთ და ერთობლივად შევიჯერდეთ, რაც ხელს შეუწყობს რთულის სათანადო დონეზე ჩატარებას. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც საქართველოს მთავრობა, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ბატონი მინისტრი და დარგობრივი უწყება ასე დიდი მონდომები და ინტერესით არიან ჩართული ამ დარგის ფუნქციონირებაში. გვაქცევენ ყველანაირად ყურადღებას. საინტერესოა და სასიამოვნოა, როცა სიახლეებს თვითონ სახელმწიფო გთავაზობს, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ ჩვენ მარტო ვერ გადავწყვეტთ. რეალურად ძალიან კარგია, როცა ეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა მიდის.